ეს რომ ნამდვილი სასამართლო იყოს, რომელიც ეფუძნება სამართლებრივ მოცემულობებს, მე მარტივად კი პასუხებდით, რა გადაწყვეტილებაც იქნებოდა, უპირობოდ გათავისუფლდებოდა ჩემი მოლოდინით მზია მოხლობელი, უფრო მეტიც ის საერთოდ არ იქნებოდა წინასწარ პატიმრობაში, ჩვენ რომ საუბრობდეთ სასამართლოზე და ჩვენ რომ საუბრობდეთ სამართლებრივ პროცესზე. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, ახლა ამ წუთას რაიმე წინასწარმეტყველება არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებაში მყოფი ძალა, რა სურთმათ, რა აწყობთმათ, რა გათვლა აქვთმათ, სწორედ თავიანთი პოლიტიკური აჯენდიდან გამომდინარე. თუმცა სიმართლე გითხრათ, რომ მთელი ეს პერიოდი როგორც იქცეოდნენ ისინი მზიას, რა ნონა იყო კორდოვანიძე ჩვენზე წინ და სამართლებრივ ასპექტებზე და დარღვევებზე ის ჩვენზე გაცილებით უკეთ ისაუბრებდა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ როგორადაც მოეპყრნენ ამ 7 თვის მანძილზე მზია ამაღლობელს, რა თქმა უნდა, კარგის არაფრის მოლოდინი არ მაქვს. კი ბატონო